მესტიაში სახალხო სეიდნობა მოეწყო, რომლის დროსაც სტუმრებს სვანური სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება მიეცათ. პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ მკვდარიც დააგემოვნეს. მესტიის ქუჩებში პრეზიდენტი განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობდა. დღესვე მოსახლეობასთან შეხვედრისას პრეზიდენტი ტურისტების გაზრდილ რაოდენობასა და სათხილამურო ტრასების რაოდენობის გაზრდის გაზრდაზე საუბრობდა. Ვერას უყურს კუბდარი, ეს არის კუბალის შეკვევა. კუბდარსაც იქნება 25-ჯერ მეტი გასაღება. ფინიში გაიხსნება ბევრი სვანური რესტორანი ამის გამო. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი ნახეთ როგორ ეს ტრადიციული მოხატულობა რომ ჩელნობებზე კეთდება, ეს არის მე ვნახე აქ სვანეთში მუზეუმში, რომელიც ახლა აღდგენის პროცესში არსებობს. და მინდა ვთქვა, რომ ეს მუზეუმი თვითონ იქნება ძალიან მაგარი, რომელიც გაკეთება წლის ბოლოს, მაგრამ ამის გარდა თვითონ ყველგან სადაც დგება ახალი სახლები, გარშემო უნდა გამოყენებული იყოს ტრადიციული სვანური მასალები და ასე მოხატულობა. მე სხვა შორის აქ რო ამ პიცას რო პიაცას რო ვაკეთებთ, ვიყავით პერუში და იქ ვიყავით მაჩუ-პიჩუ არის ესეთი ადგილი, რომელიც არის და გვერდზე ქალაქ კუსკო და შეტანილია მსოფლიოს ამ თავარ 9 სასწაულში ეხლა და იქ დადის წარმოუდგენ რაოდენობის ხალხი თემ მსოფლიოს. სადაც გადასაკარგავში პერუს პროშორს არის ყველაფერი და ვიდრე ჩვენ. და იქ ვნახე ხის აივნები, ისეთი მაგარი ხის ნამუშევარი აივნები, როგორც მე-16 საუკუნის და გამახსენდა, რომ სვანეთში კიდევ უფრო მაგრა ამუშავებენ ხეს. და ამიტომ დაურეკე სასწრაფოდ აქაურს მისცა იყო შენობას პასუხისმგებელი, უთხრა რომ გავაჩეროთ ყველა მშენებლობა და ყველაფერი გავაკეთოთ სვანურ ხეში, აი დაუხარჯოთ უფრო მეტი პროძვირას, მაგრამ ყველაფერი სვანურ ხეში. ისე როგორც გადახურვა უნდა იყოს ქვის შენობების და არა ჟესტის. იმიტომ ეს მე საბჭოთა კავშირმა შემოიტანა. ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ჯერ ახალი არქიტექტურა იქნება საოცრება და ამის გარდა რაც იყო ამათ სიდიადის ნაწილი, ხვა, ხე, ხატრობა, რაც სხვა შორის არცერთ სხვა საქართველოში არ არის და ეს ყველაფერი ახლა ფათუმის გამოვიკეთეთ ევროპის მოედანზე, ზუსტად სვანური სტილი, ეს ყველაფერი ხელახლა დავუბრუნოთ სვანეთში. საათ 40 წუთში ამოვიდი ძილ. საათ 45 მაქსიმუმ საჩქარა არ გვივლია რა ის. და აქ კარგია ხოლმე. ხო, მაგალითად საათ 40 ესე კი ეს ნიშნავს რომ ჯერ ყველაფერი გაიაფთება. ჯერეთი სხვა თუ არაფერი ამდენი ხალხი ყავს ამზად დაგუყული. აღარ დაიღუპება ხალხი. ძალიან მაგარი რაღაცა. აქ გადასვლიდან მანქანები ამის ბოძებია რომ განათეს კარგად. ეხა იმენა ყოლა ის როგორ იყო ტურისტები? ხო, მაგრამ წელს რაც იყო აი გარანტიას მისცემ რომ მომოწეს ხდება მინიმუმ 2 ჯერ. წელს უკვე 2 ჯერ მეტი იყო ვიდრე ჩარჩა მინიმუმ 2 ჯერ მეტი. თუ განადგურებია 3 ჯერ და 4 ჯერ მეტი იქნება უკვე მომავალ. უფალმა გაგაგიერო. თუ რეისებს დავიშოთ საშუალებას გამთარში ამოვიდნენ ნებისმიერ. გამთარში ეხლა წელს ვაკეთებთ აქ პირველ 2 საათში საბაგიროს ხო? დაიწყო დაწყებული სადაც საბაგირო. არა შეიძლება ტექნიკა. აქეთ ეს იქნება ხატვაზე და მომავალს უკვე ავოთ ტექნიკაზე და მე მომავალს იწყება და დამთავრება 2013-ში უშგულის. და იქაც კიდე ის გაკეთება. ეს ამოიყო ძალიან ფას იქ. ესე იგი წელს იქნება პირველი 2 საბაგირო, მომავალს იქნება 3 დამატებული საბაგირო და მე უკვე უშგულისდა და უშგულზე კიდე 2 საბაგირო. ასე რომ აქ უნდა იყოს ნახევარ მილიონი. ეხლა წელს ამოვა რამდენი 40-50 საბაგირო. აი მე გეტყვით და მაქსიმუმ 2015 წელს ჩვენ მოდელსაც იქნება. აი თავს დავდებ 2015-ში აქ არის 500,000. ეს ნიშნავს რომ ყველაფერი გამოიყიდება, ეს ნიშნავს რომ კიდე ვინც აქედან დასულია უნდა მოუბრუნდეს და თავის სახლებს დაუბრუნდეს. აი ხალხში კი ვიტოვებულია საუკუნეზე მეტი ორი მოსახლე ჩამოყრილი. ყველაზე დიდი მოთხოვნა არის სვანეთზე და მესტიაზე როცა ჩამოყრილი. აბა იქნება ხა აი ეს მართლა არის სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი, ყველაზე ლამაზი ხეობა სოფლიოში ამას თავდება. და გზაზე მოდიხარ. დიდი მადლობა. აი კახაც დაძებული გზაა.